ტერიტორიაზე თანაკლასელები დაჭრეს. მე-10 კლასის 2 მოსწავლე ამ დროისთვის იაშულის სახელობის ბავშვთა კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ინციდენტი დღეს მეორე ნახევარში მოხდა, გავრცელებული ინფორმაციით ეჭვმიტანილი მიმალულია. გაკვეთილების ახლობით 2 საათზე 6 გაკვეთილის შემდეგ ბავშვები მიდიოდნენ სახლში. უпростоრეთ ერთ-ერთი მიდიოდა სახლში, მეორე არ ყოფილა სკოლაში. სავარაუდოდ ისინი გარეთ შეხვდნენ ერთმანეთს და მოხდა ამ ორი ბავშვის დაჭრა. არსებობს ეჭვი, რომ ვინც დაჭრა არის ამავე სკოლის მოსწავლე. სამწუხაროდ ვერ ვადასტურებ და ვერც უარყოფ, არ ვიცი. რეკლამის შემდეგ დანაშაულის მოტივსა და მხარეთა არგუმენტებზე ადვოკატებთან ერთად ვისაუბრებთ. უკრაინა მორიგი დიპლომატიური ძალისხმევის მოლოდინში. მე ველაპარაკე კიევის, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებს. სოფლიოს ლიდერები პუტინის დარწმუნებას ცდილობენ. იმედია პუტინი გააცნობიერებს, რომ აზიანებს რუსეთსაც. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ მისი მომავალი არის ევროპასთან ერთად. მოლაპარაკების მორიგი რაუნდი მინსკში შეაჩერებს თუ არა ნორმანდიული ფორმატი ომის ესკალაციას. როდესაც ტკივილი გაწუხებთ, ყველაფერი რთულად გეჩვენებათ. თქვენ სწრაფი და ეფექტური ტკივილგამაყუჩებელი გჭირდებათ. მიიღეთ მიგოთ 100. განსაკუთრებული შემადგენლობის წყალობით ტაბლეტი 2 წუთში იხსნება. მიგოთ 100 უმოკლეს დროში იწყებს მოქმედებას და სწრაფად ხსნის ტკივილს. მიგოთ 100. სწრაფად გათავისუფლდით ტკივილისგან. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. ერთკვირიანი ფასდაკლების აქცია კარპურში. 1 კილოგრამის საქონლის ხორცი 9 ლარი და 40 თეთრი. ბავშვის საფენის ნაკრები 24 ლარი და 95 თეთრი. ბალიში 12 ლარი და 90 თეთრი. გვეწვიეთ კარპური. ყოველთვის დაბალი ფასები. გაწუხებთ მუცლის შებერილობა. ეს პომიზანი ამცირებს გაზების რაოდენობას ნაწლავებში და გმატებთ თავდაჯერებულობას. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. ხმაურიან და შებერილ მუცელს ეს პომიზანი უშველის უწევ. იჩქარე, 9 მილიონის გათამაშებამდე დარჩა მხოლოდ 5 დღე. ტექნობუმი გისურვებთ მოგებას. მიშველეთ რა რამე, მთელი დღეა გადარბენაზე ვარ და გარეთ მომიწია ჭამა, ძალიან მაწუხებს. მე დაგეხმარებ. მე ვიცი რაც გჭირდება. მე გამოცდილი საშუალება მაქვს. მე კი თანამედროვე მედიკამენტი, უფრო ეფექტური. მეზიმფორტე, გამოცდილი და ეფექტური. მეზიმფორტე გაგიადვილებთ საჭმლის მონელებას და მოგიხსნით სიმძიმის შეგრძნებას. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. 12 თებერვალი, სპორტის სასახლე, 19 საათი. არტ-პალასი წარმოგიდგენთ პაატა ბურჯულაძეს 60. სცენაზე მსოფლიო პრიმადონები: მიშელ კრაიდერი, ოლგა ბოროდინა, ირინა მაკაროვა, მაყვალა ქასრაშვილი, ანიტა რაჭველიშვილი, თამა რივერი, ნინო სურგულაძე, ნინო მაჩაიძე, თეონა დვალი, იანო თამარი, მარიკა გულორდავა, ნანა მირიანი და ლიანა ისაკაძე. 2 ორკესტრი, 2 დირიჟორი, ჯანლუკა მარჩანო, ნიკოლოზ რაჭველი. წამყვანები: დავით ალადაშვილი და ალენ დელონი. პროექტის გენერალური სპონსორია სამშენებლო კომპანია GDG. მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია და საკრებულო, მედია პარტნიორი ტელეკომპანია იმედი. ბილეთები იყიდება სპორტის სასახლის სალაროებში და ბილეთები ჯიზე. ინფორმაციისთვის დარეკეთ 205 10 10. წელის ტკივილი, რევმატული ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი წარსულს ჩაბარდა, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ფასტუმგელი. ფასტუმგელი უბრუნებს ადამიანებს მოძრაობით მოგვილ სიამოვნებას. ფასტუმი ღრმად აღწევს ტკივილის ცენტრამდე და სწრაფად აგრობს მას. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. რა მოაქვს ფოთლების შრიალს ღია პანჯარაში? იატაკის ჭრიალი, ჭიქის წრიალი და ყავის მარცვლის არომატი. გრანულების სილამაზე და ნაზი ჩურჩული. სრულყოფილი გემო და მოლოდინი. ყველა ეს სიამოვნება მოაქვს ნესკაფე გოლდს. ყავა, რომელიც გჩუქნის სიამოვნებას. ყველაფერი იწყება ყავით ნესკაფე.
ეს არის ქრონიკა რვაზე ვუბრუნდებით დღის მთავარ თემას სტუმრებთან ერთად ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეს განვიხილავთ. ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი და ირაკლი ფირცხალავას ადვოკატი დავით ხაჟალი არიან ჩვენი სტუმრები. სახელმწიფოებისა ბატონებო ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ბატონი დავითისგან დავიწყებ საუბარს თქვენი ნებართვით. თქვენ ირაკლი ფირცხალავას ადვოკატი ბრძანდებით, მაგრამ დღეს მაინც გააკეთეთ კომენტარი იური ვაზაგაშვილის მკვლელობაზე ბრალდებულ სოსანაშვილთან დაკავშირებით. თქვენთვის ინფორმაცია ჭვიტანილის საქმეზე მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ გამოძიებას აქვს ფირცხალავას და სოსანაშვილის სატელეფონო საუბარი, თუ კიდევ რაიმე სხვა ინფორმაციას ფლობთ იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით? არა, მხოლოდ ამით შემოიფარგლება ჩემი ინფორმაცია და ეს ინფორმაცია მაქვს მე ჩემი დაცვის ყოფისგანაც დღეს მოვინახულე მე საპრობილეში ირაკლი ფირცხალავა მან მითხრა რომ ნამდვილად იყო ეს სატელეფონო კავშირები, ანუ ეს იყო 19 იანვრამდე რამდენიმე დღით ადრე ერთი სატელეფონო ზარი მასთან დაკავებული სოსანაშვილის მხრიდან. მეორე სატელეფონო ზარი ხორციელდებოდა 19 იანვარს, თუმცა მას ამ ზარისთვის არ უპასუხია, უცხო ნომერი იყო და არც იცოდა ვინ იყო. და შემდეგ უკვე 20-ში დილით გადარეკა ამ ნომერზე ვიმბრძანდებითო და აქედან გახდა მისთვის ცნობილი რომ სოსანაშვილი ურეკავდა წინა დღით და ამდენადაც ჩემთვის გახდა ცნობილი ეს ზარი განხორციელებული იყო ნათლიღების დღესასწაულის მილოცვასთან. რამდენად ახლოს იცნობდნენ ფირცხალავა და სოსანაშვილი ერთმანეთს? რა თქვა ბატონმა ირაკლი? მათი ნაცნობობა მხოლოდ შემოიფარგლებოდა იმით, რომ პოლიციელი იყო და იცნობდა აქედან და აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი პოლიციელს იცნობს და ბუნებრივიცა, იმიტომ რომ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და ბევრი პოლიციელი